მისი მართვის სტილზე, ვთქვათ, რაღაცა რას ლაპარაკობდნენ? მისი მართვის სტილი, მოგლეთ ეს. როგორც რუსეთში, ისევე საქართველოში და უკვე ისევე მთავრობაში, მოგლეთ ერთი არის გამოტანილი. მას არ აინტერესებდა დამოუკიდებელი პროფესიონალები, მას უნდა და ყოველთვის ისეთი ხალხი, რომელიც უბრალოდ მის დავალებას შეასრულებდნენ. იქ მოსკოვში ესეთი ხუმრობაც კი იყო ხოლმე ოფისში, როგორც იცი, სხვადასხვა ფლანგები ამ ბიზნესში რაღაც თავის შიდაომებს აწარმოებდნენ და ხუმრობა ჟღერდა ასე, რომ ამ კაცთან ის არის მართალი, ვინც დაასწრებს დარეკვასო. ეს გრძელდება აქაც. ვინც დაასწრებს ბიძინასთან დარეკვას, ის არის ხოლმე მართალი ამ მთავრობაშიც დაახლოებით მას მეუბნება. ბიძინა არ არის ის ადამიანი, რომელსაც უნდა მიუტანო ფინანსური მოდელი და ეს უნდა განიხილო. მას ძალიან ზოგადად უყვარს ხოლმე შეხედვა საკითხზე, თუმცა მას აქვს ძალიან კარგი შეგრძნება, ანუ გრძნობს საინტერესო იქნება თემა თუ არა. იმის დეტალებში ჩასვლის გარეშე. და პრინციპში სამწუხაროდ ასე იღებს ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, სადაც საჭიროა რომ ალბათ მეტი დეტალი იცოდე. ანუ არ იცის ხალხის მოსმენა. ეგ აქვს პრობლემა.